უპირველეს ყოვლისა, ერთხელ კიდე დიდ ბოდიშს მოვხდის საზოგადოებას, რომ ზოგიერთ რამ მის გამოთქმა არასწორად გამომდით ჩემი ვიდეო ჩანაწერების გავრცელების საშუალებით. მე არა ქვემო ქართლის პროკურატურას, არამედ ქვემო ქართლის საქალაქო სასამართლოს ვიმართე, სადაც რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოწვდნილი, ანუ გამოკალული ჯალათები ზიან. და დღემდე პასუხი არ გაუწიათ ჩემს მიერ გამოთხოვილ ვიდეო ფირების თაობაზე, რომელ ვიდეო ფირებში ასახულია ჩემი წამების ფაქტები. თან არაერთი 2014 წლიდან 2024 წლის ჩათვლით. მე აქვე მინდა გაცნობოთ შემდეგი. როცა 2012 წლის ნოემბერში ეს პირსისხლიანი, ანუ უცხირპირო მთავრობა, ქართული ოცნების მთავრობა, რომელიც თავის თავს დემოკრატიულ მთავრობად მიიჩნევს, ანუ სინამდვილეში ავტოკრატიული რეჟიმი, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, რომელმაც რომ სამართლიანობის ლოზუნგის აღდგენის ლოზუნგით ხელში რომ მოვიდნენ მთავრობაში და განაცხადეს ის, რომ მე და როგორც ასევე სხვა ყოფილ მსჯავრდებულებს, ანუ ბრალდებულებს დაეწერათ სისხლის სამართლის მასალების გადახედვის თაობაზე. მე როცა დავწერე სისხლის სამართლის მასალების გადახედვის თაობაზე 2012 წლის ბოლოს და ასევე 2013 წლის დასაწყისში, მე აქვე მიუთითე, რომ შესაძლებელია ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია დაუგეგმოს დედოფლისწყაროს რაიონის ყოფილ პოლიციის ჯალად ტაშკანას და ყოფილ მთავარი გამომძიებელ მამუკა ნანობაშვილის თამადობით, უშუალოდ თამაზ თამაზაშვილის ზედამხედველობით, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის სიმავრის ზედამხედველობით. მე მოვითხოვე ორი სისხლის სამართლის გადახედვა, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა არასწორი განაჩენი, ანუ ქრთამის სანაცვლოდ იქენი განწერილი უშუალოდ შინაურებისგან 2001 და 2009 წლებში. რის გამოც ჩემი ჰალალი ღვიძლი და ძმა გარდაიცვალა ჩემი ამდენი ტანჯვა-წამების გადატანის გამო. ანუ ინერვიულა ის, რაც მე გადავიტანე და შეუნდე, რაც რომ არ იყოს შესაძლებელი ჩემი მხრიდან. მაგრამ ქრთამის სანაცვლოდ ყოფილმა დედოფლისწყაროს რაიონის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ეგრეთ წოდებულ ტაშკანამ 2001 წელს იკადრა ყველაფერი და $50,000 სანაცვლოდ გამწერა. რადგან იმ ჟამ, ანუ შევარდნაძის რეჟიმის დროს ყველაფერი ქრთამზე იყო აწყობილი. მე აქ მხოლოდ და მხოლოდ მოკლე ინფორმაციას გვაწვდის საზოგადოებას. აქვე მინდა გაცნობოთ ის, რომ როდესაც მე ეს განცხადება დავწერე და ჩემი შვილის გამო, ანუ ქალიშვილის გამო, როდესაც სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდი 2013 წლის ნოემბრის თვეში, მე ერთი თვე ვიყოფოვოდი გეგუთის ნომერ მე-11 თუ მე-12 იყო იმ აღარ მახსოვს კოლონიაში, ეგრეთ წოდებულ საკან ადინოჩკაში. ამის შემდეგ მოვიდნენ შუაღამეში და ეგრეთ წოდებულ ჯალათ ბალუს ზედამხედველობით იქენიმე გატაცებული ნომერ მე-6 დაწესებულებაში, ანუ გვანტანამოს ციხეში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაარსა. უშუალო სოზარ სუბარის ბრძანების საფუძველზე. შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა და თურმე დარბაისელს გაუწია ბრძანება, რომ რევაშიანიძე იქნეს ეტაპირებულ ნომერ მე-6 დაწესებულებაში. ერთი სიტყვით ორი თვის მანძილზე იქ უმოწყალოდ ნაწამ ნატანჯი, რომ მათ ჰქონდათ საბაბი, ვითომაც მე ვიყოფებოდი, ანუ მე ვიყოფებოდი შემდეგ რომ გადაეფორმებდა ეს ყველაფერი იმ საბაბით, რომ რევაშიანიძე იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, ოჯახური პრობლემებიდან გამომდინარე და თვითმკვლელობა ჩაიდგა ნომერ მე-6 დაწესებულებაში საკუთარი შვილის გამო. აქ დიდი ისტორია, ყველაფერს აქ ვერ გადმოგცემთ. უშუალოდ მათ არ გაუვიდათ ეს ნომერი. მე ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალის ყოფილ
ცხენებულ ჯას დაუკავშირდით ტელეფონის საშუალებით და ვაცნობებ 2014 წლის თებერვლის თვეში და შემდეგ გამოცხადდა ჩემთან მოვიდა სახალხო დამცველის აპარატი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საშინაო დეპარტამენტის უშუალოდ ყურმოჭრილი მონა. ამის შემდეგ მე გადამიტაცეს რო იტყვიან ქალაქ ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში და იქიდან გამიტაცეს 2014 წლის აპრილის ბოლოს ქალაქ ქვითირის ნომერ ფსიქიატრიული საავადმყოფოში სადაც მოხორციელებული იყო ჩემი ფიზიკური ლიკვიდაცია და ჩემს მიმართ განახორციელეს ის რომ ანუ დაუკაკვეთის საფუძველზე მე ვითომ და შემრაცხეს როგორც პარანოიკი შეზღუდული შერაცხადი და ბოდივითი აშლობით დაავადებული რაც არანაირი სიმართლეს არ შეესაბამება რადგან რომ სისხლის სამართლის საქმე არ აეღზრა იმდროინდელ პროკურორ ბადაშვილს ანუ გენ პროკურორ ბადაშვილს ირაკლი ღალიბაშვილის სოზარ სუბარის დარბა ისელის და ასე შემდეგ რამოდენიმე ათეული ციხის თანამშრომელის მიმართ მე ამიტომ გაცნობებთ ამას რომ საზოგადოება იყოს საქმის ყურში თუ რა პირსისხლიან და არადამიან და ზებოროტების მატარებელ მთავრობასთან გვაქვს საქმე ანუ რომლებსაც თქვენ უწოდებთ ქართული ოცნების მთავრობას დემოკრატიული საქართველო კარგი რა ხალხო კარგი რა ქართული ოცნების მთავრობის ხარდამჭერებო ასე როგორ გამოგაშტერათ ბიძინა ივალიშვილმა და მისი რგმყოფმა ამ ბრბოთა ჯოგმა ხალხო თქვენ შვილებზე იფიქრეთ თქვენ ჯერ სულისში თქვენ ჯერ კიდე სულში სარი არ მოხვედრიათ აი როცა გახთხრიან გავარვარებულ სარსულში აი შემდეგ გაიგებთ თვინა ქართული ოცნება და სხვა დანარჩენები მე რა მინდა შევაქო სააკაშვილი შევარდნაძის რეჟიმი არა ხალხო უბრალოდ ესენი იმათზე სამჯერ უარესები არიან მე ამის ფაქტები გამაჩნია მე აქვე მინდა განახოთ ვიდეო თვალის მეშვეობით შემდეგი რამ მე ამ წერილის მეშვეობით მიმდინარე წლის 6 იანვარს ჩავიბარე საქართველოს უზენაესი სამართლოს საკასაციო პალატის განჩინება რომლა განჩინებაში არის ასახული მოკლედ გეტყვით ის რომ ერევა შეიძლება ჩვენგან არანაირ სამართალს ვერ ეღირსები ჩვენ კი პირიქით შენი მიერ ჯიუტად მოთხოვნილი სამართლიანობის და შენი ღირსების დაბრუნების მიზნით რასაც შენ იბრძი 23 წლის მანძილზე ჩვენ ამას შენ არ აგისრულებთ რადგან ყოფილი შევარდნაძის დროინდელი სააკაშვილის დროინდელი ეს ყველა პირსისხლიანი გამომძებლები მოსამართლეები ჩვენი ბანდის წევრები არიან და შენ ჩვენი ხელიდან იქნები უახლოეს დროში ფიზიკურად განადგურებული რადგან ეს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ასე აწყობს რადგან ეს ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების სტილია გამიგეთ ხალხო აი ეს ამოვიკითხე მე 6 იანვარს მიღებულ განჩინებაში რომელიც განჩინებაც მე მივიღე საქართველოს საკასაციო პალატიდან რომელიც საკასაციო პალატის თავმჯდომარე ყოფილი სააკაშვილის დროინდელი ჯალათი გახლავთ ხალხო რომელსაც უკვე ნახევარი სამყარო იცნობს ჩინჩალაძე მინჩალაძე პინჩალაძე პიდარადაძე ყველანი იყავს ივანიშვილს თვითონა პიდარასტი ხალხო შეხედეთ ადამიანს სახეზე აწერია პედოფილი უკანალი და ნაშიერი მაგას ღმერთო ჩემო დრონი მეფობენ და არა მეფენი ეს კიდე ერთი ჩემი მიერ მოწოდებული მოკლე ინფორმაცია მე მინდა ჟურნალისტებმა გონს მოეგონ მომინახულონ დამიკავშირდნენ შემხვდე რომ მასალები გადავცეთ თორე ვაი თქვენ დედა რა ყავთ ჟურნალისტებო უშუალოდ ტევ პირველის ჟურნალისტებს მინდა მევმართო თხოვთ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია მაგრამ მომდევნო ჩემი ერთ გაჟღერებულ ვიდეოში იქნება მიმართვა როგორც ევროკავშირის ელჩისთვის ასევე დიდი ბრიტანეთის ელჩისთვის ასევე სხვადასხვა ქვეყნების ელჩებისთვის იმის თაობაზე რომ
გამომეხმაურო, თანადგომა გამიციონ, თუ მათ ნამდვილად აინტერესებს საქართველოს ბედი და საქართველოში ცხოვრები ქართველი ერის ბედი. თუ არა და ეს ყველაფერი ფუჭია ხალხო. ეს მათი ავანტურა, ეს უაზრო გადმოდგმული ნაბიჯები, რომელსაც გეოპოლიტიკა ქვია. არა ხალხო. ეს საქართველოში მაინც არ გაუვათ. დრონი დრო თავისას გვიჩვენებს. ასე რომ ხვალ თუ დღეს კიდე იქნება ჩემი არ გარშერებული შემდეგი ის მონაცემები, მონაცემების გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე შოკირებული იქნებით. მე თქვენ მოგახსენებთ შემდეგ ვიდეოებში იმას, რომ თუ როგორ მაწამეს ვიმამედი საავადმყოფოში, თუ როგორ დღესაც კიდე ნახევრად თითქმის დამახინჯებული მაქვს ჩემი სხეული, თუ როგორ ჩამიდეს 2007 წელში ნარკოტიკული ნივთიერება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და დღემდე გამოძიება მიმდინარეობს. კაროჩე, იმდენი რამ არის ბოდიში თქვენთან ჩემი სიტყვებისთვის, იმდენი რამ აქვს ჩადენილი დანაშაული. აქ ყველაფერს გადმოცემა ვიდეოთი შეუძლებელია ხალხო. 1 7 8 9 10 საათი უნდა იყოს ჟურნალისტი და ამის შეკითხვები რომ გავცე პასუხი, მაგრამ ჯერ კიდე მე ვერ ვნახე საქართველოში ესეთი ჟურნალისტი, რომელსაც დაინტერესებს, აინტერესებს ერის და ქვეყნის ბედი. ასე რომ დროებით გაგრძელება კი იქნება. არ ვიცი 1 საათში, 2 საათში თუ ხვალ დილით. თუ ხვალ დილამდე ან 1 საათის შემდეგ მე ვიქენი ცოცხალი. დიდი ბოდიში ჩემ მიერ არასწორი მეტყველების გამო. ვერ მეტყველებ ისე როგორც მე მინდა ხალხო. თუმცა მე აქ ყველაფერს ვერ გადმოგცემთ, კიდე ერთხელ ვიმეორებ. ამ ჩემს მიმართ რაც განახორციელდა 23 წლის მანძილზე, ამაში უშუალოდ უნდა ჩაერთოს ჟურნალისტური გამოძიება. მე ფული არა მაქვს. გამიგეთ ახლა. თქვენ გეხუტუნეთ სულებში, ნამდვილად სულით ქართველებო. დროებით გაგრძელება კი იქნება.